დილმშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი გაშლა იქნება ვინ ხართ თქვენ მისთვის, როგორი ხართ მის თვალში. მოდი ვნახოთ. ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის, ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება. წარმოთქვით სახელი და გვარი მისი და დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ მისთვის? მეგობრებო, მოკლედ ეს ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც, ასე ვთქვათ, ყოველი ომის შემდეგ გამოდის, ყველა ომის შემდეგ გამარჯვებულია. ეს ერთი-ორი სიტყვით რომ დაგახასიათოთ, მისთვის ძალიან სამართლიანი პიროვნება ხართ. შეიძლება ვიღაცები ესეთი პროფესიისაც ბრძანდებით, ვინმე ადვოკატი, ვინმე სამართალდამცველი, ესეთ სტრუქტურაში მომუშავე პიროვნება და თქვენ აღგიქვავთ ძალიან სამართლიან, გამარჯვებულ პიროვნებად. მის თვალში აქეთ ესეთი ხომ ხართ სამართლიანი და ასევე ძალიან ჰარმონიული და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება. რაღაცნაირად აღგიქვავთ ანგელოზად, არ ვიცი, რაღაცა ესეთ პიროვნებად წარმოუდგენი ხართ თქვენ. კარგი, როგორი დილმშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს გვექნება გაშლა, როგორი ხართ მის თვალში, ვინ ხართ მისთვის, ასევე. ჯერ გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით ამ პიროვნების სახელი და გვარი. და მე გამომიცვიდა. ინტერნეტი. მოყარი. ერთი წუთით მეგობრებო, ახლავე. გავიგოთ ჯერ ვინ არის ეს ადამიანი, რომ გაიგოთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. ვინ არის ეს ადამიანი, თქვენი პიროვნება. მაშინვე გამოვიდა. მეგობრებო, ეს ადამიანი, ესე წყულში ამოხვედით, ამ წუთას საბარაუდოდ ერთმანეთთან არ ხართ და თუ იყავით დაუშვათ მეუღლეები, დაშორებულები ხართ ამ წუთას ერთმანეთს, რა ურთიერთობაც გქონდათ, ყოველ შემთხვევაში ამ წუთას გაციებულები ხართ ერთმანეთის მიმართ. ეს ადამიანი არის როგორი პიროვნება, იცით? ძალიან ამ წუთას ცივ ენერგიებში, როგორც თქვენ, ძალიან გონება აქვს ჩართული და როგორი პიროვნება, იცით? სულ ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული რომ უნდა გამოვიდეს. რაღაცა ესეთი ტიპაჟია. კაი, ვნახოთ, აბა.
ვინ როგორი ხართ ჯერ მის თვალში, როგორი პიროვნება ხართ მის თვალში. თუ მამაკაცები მიყურებთ, ამ შემთხვევაში მამაკაცები ხართ ასეთები, საკმაოდ ისეთი მებრძოლი და ყოველთვის ელოდებით ყველა თქვენი გადადგმული ნაბიჯიდან გამარჯვებას. და თუ ქალბატონები მიყურებთ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებაა ასეთი. კარგი, მოდით ნახოთ. როგორი ხართ მის თვალში? ამ წუთას ის თქვენ აღგიქვავთ როგორ პიროვნებად. მოკლედ, ჩაკეტილი ხართ მისგან, არაფერს არ აკეთებთ საერთოდ მისთვის და ფიქრობს, რომ შეიძლება გინდოდეთ, იცით, ის ფიქრობს ასე, რომ თქვენ იცით რა აღადგენს თქვენს ურთიერთობას მასთან, მაგრამ თქვენ არაფერს არ აკეთებთ საერთოდ. ესე გაჩერებული, ჩაკეტილი ხართ რაღაცა თქვენს ტკივილთან. დინებას მიყვებით და გგონიათ, რომ ის ესე ფიქრობს, გგონიათ, რომ ეს სიტუაცია, რომ არაფერს არ აკეთებთ და თითქოს არ გენაღლებათ ამ წუთას არაფერი, უფრო კარგი არის თქვენთვის, ვიდრე ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგათ. მაგრამ ფიქრობს, რომ ასევე დავიწყებული არ ყავთ ეს ადამიანი და სულ რაღაცა ფიქრობთ მასზე და შეიძლება ის ესე აღგიქვავთ, რომ სურათებს ათვალიერებთ სოციალურ ქსელში ან რაღაცა მოგონებებში ხართ სულ, ესეთ მდგომარეობაში გონი ხართ ეხლა. კარგი. კიდევ როგორი ხართ მის თვალში? ეს ეხლანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ ზოგადად როგორი პიროვნება ხართ მის თვალში? მის თვალში საკმაოდ გამჭრიახი პიროვნება ხართ, საბედისწერო ადამიანებს რომ იტყვიან ხოლმე, ესეთი ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება თავის ხელში ყავს საყვანელი, როგორც თვითონ უნდა, ალბათ უფრო ესეთ ჯილდ პიროვნებად აღგიქვავთ რაღაცნაირად, როგორც თვითონ უნდა, ისე უნდა იყოს ყველაფერი. და ამის გამო შეიძლება რაღაცის გაკეთება გინდოდეთ, მაგრამ ესე ჯილდად არ აკეთებდეთ, რადგან თქვენ არ გინდათ იმ წუთას, რომ თქვენი ქმედებები დაფიქსირდეს და ელოდებით სხვას დაუშვათ. ყოველ შემთხვევაში, ხო და ეს სიტუაცია ძალიანაც რომ ცუდად გხდიდეთ, თქვენ მაინც არაფერს არ გააკეთებთ ამისთვის. იცით როგორ პიროვნება ხართ მის თვალში, რასაც სხვა აკეთებს თქვენს მიმართ, იგივეს აკეთებთ თქვენს მის მიმართ და თუ არ ხედავთ, რომ სხვა თქვენს მიმართ მოქმედებს, არც თქვენ არ მოქმედებს და ხართ გაჩერებული, ამიტომ რაღაცა ერთნაირ ენერგიებში ხართ ეხლა ამ წუთას. ანარეკლი ხართ რაღაცნაირად ერთმანეთის, რომ ის არაფერს არ აკეთებს, არც თქვენ აკეთებთ არაფერს. შეიძლება ეს ცუდათაც გხდიდეთ, რაღაცა ღამე კოშმარებშიც იყოთ, მაგრამ
ესე ჯიუტად მაინც არაფერს არ გააკეთებთ. კარგი. მებს დავიწყოთ. მოდი გავიგოთ, ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ მისთვის. რას წარმოადგენთ მისთვის? ამ ადამიანისთვის ის აღგიქვავთ, როგორც ცოტა ფიქრობს, რომ ეჭვიანი პიროვნება ხართ და ისიც იგივენაირად, რაღაცა ზუსტად ერთნაირი ენერგიებში ხართ აბსოლუტურად, ერთმანეთზე ეჭვიანობთ, ორივეს გგონიათ, რომ არჩევანი გაქვთ რაღაცნაირად, ბევრი არჩევანი, ხო? შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ მას გარშემო ბევრი ქალი ყავს და ბევრი არჩევანი აქვს და ამის გამო ეჭვიანობთ და იმასაც იგივენაირად გგონია. თქვენ მისთვის ხართ ადამიანი ბედნიერება. ანუ მისთვის მოგაქვთ ბედნიერება. მართალია ეხლა ასეთ სიტუაციებში ხართ, შეიძლება ერთმანეთს რაღაცნაირად ეჭვებითაც სტანჯავთ, მაგრამ რეალურად რო ფიქრობს, მისთვის ხართ შანსი, ბედნიერება და თქვენთან ის, როცა თქვენს გვერდით არის, რაც არ უნდა სამკუთხედებში და ბევრ ქალებში იყოს, თქვენთან გრძნობს ის ბედნიერებას. ანუ ამით გამოგარჩევთ, რასაც არ ვიცი, რას წარმოადგენთ ერთმანეთისთვის, ვინ იყავით ერთმანეთისთვის, მაგრამ გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან ამით, რომ თქვენთან გრძნობს თავს ბედნიერად ეს ადამიანი. როცა თქვენს გვერდით არის, მის ცხოვრებაში ბევრი შანსი მოდის, თავს ხო ბედნიერად გრძნობს, ასევე შეიძლება სხვა რაღაცა მატერიალური მხრიდანაც ძალიან ისეთი შანსები მოსდიოდეს, ქმედით უნარიანი ხდება უფრო მეტად და უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. თქვენს გვერდით შეუძლია, რომ ააყვავოს თავისი ცხოვრება. მოკლედ, ეს ხართ მისთვის. კიდევ ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ? მისთვის, უყურეთ, წყვილში ამოხვედით კიდევ. აბსოლუტურად. მაგალის კარტი. უყურეთ, რა სიტუაცია იცი? წყვილში ხედავთ, თავშიც ხო ესე წყვილად ამოხვედით, ეხლაც. ერთნაირ ენერგიებში ხართ მუდმივად, მაგრამ ეს ადამიანი შეიძლება მას არ გამოუცდია ესეთი გრძნობები აქამდე და ცოტა ამის გამო არის ჩაკეტილი. ერთი წუთით გავასწავლო. ჩაკეტილია რაღაცა როგორი სიტუაცია აქვს, იცით? გეტყვით ახლა. მისთვის ის აღგიქვავთ, რომ ხართ მისი მეორე ნახევარი, ჩვეულებრივად ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მხოლოდ მისი მეორე ნახევარი. ასევე ძალიან
შეიძლება მისთვის უჩვეულო, რადგან აქ ჯერ ჰაერის სტიქის წარმომადგენელი ამოვიდა ცივ ენერგიებში უფრო და ეხლა მიწის სტიქის წარმომადგენელი, რომლისთვისაც აი უჩვეულოა აი ესეთი ღრმა ემოციური ფონი, ხო? და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მასში აღძრავს აი ამ ფონს. აი მის გონებაში და მის სულიერ სამყაროში აი ძალიან ღრმად გაქვთ ფესვები გადგმული და ემოციურად გიხსენებთ ყოველთვის. აი ემოციების გარეშე თქვენი წარმოდგენა ვერ წარმოუდგენია. აი თქვენ რომ გაგიხსენებთ ყოველთვის რაღაცა ემოცია, ძლიერი ემოციები ეუფლება. და რადგან ეხლა არ ხართ ერთად, ამის გამო შეიძლება არა, საკმაოდ ცუდად არის და ყოველი, არ ვიცი, თუ ბევრჯერ გამეორდა ესე თქვენი განშორება, ხო? ყოველი განშორების დროს თავს გრძნობს ცუდად. აი, მისთვის ხართ, როგორ გითხრათ, აი, თუ მასთან ხართ სიცოცხლე ემატება და თუ არ ხართ სიკვდილი. აი, ესეთ ყოფნას ყველაფერი ურჩევნია რა, აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნას ურჩევნია ყველაფერი. მოკლედ ძალიან კაცი გაოგნებული ყავთ თუ ქალი, რა ვიცი. თქვენ თავზე მოირგეთ რა სქესის წარმომადგენელს მიყურებთ. გაოგნებულია თქვენი ადამიანი, რომ მას ესეთი ემოციები არასდროს ქონია და ეხლა დაეუფლა და არ იცის რა ჭირს. რა ემართება და ცოტა გაურკვევლობაშია. სულ ეს იყო, მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი გაშლა. დაგემშვიდობებით ახლა. კარგ, ბედნიერ, წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. კარგ განწყობას, რაც მთავარია. დროებით.